ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა კარის მიმართულებით პირველი ზუსტი კარში დარტყმაც მატჩის მე-14 წუთზე და მისი ავტორია ვინ თუ არა გიორგი ფანცულაია, თუმცა ზედმეტად სუსტი იყო მისი თავური დარტყმა და კოტლიაროვიც მარტივად დაეუფლა ბურთს. პირანაშვილი გავიდა ეს კედელი დარტყმა კარის მიმართულებით ყალიჩავა იგერიებს ბურთს. აი პასუხიც ესეთი უნდა ფანცულაიას დარტყმის აპირწოდე დოდარ ყალიჩავა ამ მომენტის გმირი ცალსახად. ახალაძე ჩაწოდება საჯარიმოში ავალიანი ურტყამს საკმაოდ სახიფათოდაც ძალიან რთული სიტუაციიდან აჯობა მცველებს სანდრო ავალიანმა დაარტყა კიდეც ავალიანი დარტყმა კარის მიმართულებით ყალიჩავას როგორ გაუჭირდა ამ ბურთის მოგერიება და კინაღამ კურიოზული გოლიც ვიხილეთ ავალიანის ყველაზე სახიფათო დარტყმა ჩვენ შეხვედრაში ყალიჩავა ძალიან ცუდად მოიგერია ეს ბურთი კარგი გათამაშება ფანცულაიასთან. ბული დარტყმა კარის მიმართულებით. აქედან ალბათ ჯობდა მაინც ჩაწოდება, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო ბრაზილიელმა და ესეც განიცადა. ჩიხლაძე დარტყმა კარის მიმართულებით და კოტლიაროვი იგერიებს ბურთს კუთხურზე. ძალიან მოულოდნელი და სახიფათო დარტყმა გამოვიდა დემურ ჩიხლაძეს და კოტლიაროვიც მზად იყო ამ ბურთის მოსაგერიებლად. უზუსტესი პასი კლიმოვზე დარტყმა კარის მიმართულებით დაიბლოკა. ობიშორეული გასროლა. სახიფათო ტრაექტორია ჰქონდა ბურთს, მაგრამ ყალიჩავა აკონტროლებდა ამ შემთხვევაში სიტუაციას. უხეში თამაში, მაგრამ აგზელებინებს ჟენერი ხორავა კოლხეთ შეტევას კლიმოვი დარტყმა კარის მიმართულებით და გადარჩა წყალტუბოს სამგურალი. ძალიან სახიფათო დარტყმა შემოგთავაზა ვარდნაში რუსმა თავდამსხმელმა. ამაჯერებელია პატარკაციშვილი. ამ ეპიზოდში კი მოატყუეს ოლოკოობი. კარგი პასი ფაღავაზე. ჩაწოდება საჯარიმოში დარტყმა კარის მიმართულებით და კოლხეთმა გაიტანა გიორგი აბუაშვილი. გატანილი გოლის ავტორი პირველი გოლი ფოთის კოლხეთისთვის მიმდინარე სეზონში, რომლის ავტორიც გახლავთ გიორგი აბუაშვილი. ამ ჟესტისთვის რა თქმა უნდა მიიღებს გაფრთხილებას და ვინ იცის იქნებ ეს არის გამარჯვების მომტანი გოლი. ფოთის კოლხეთი მატჩის 99 წუთზე გადის წინ.